პრინციპში, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქრისტიანობაში რათა ქალის როლის ან იმ როლური მოდელების შესახებ, რომელიც ქრისტიანობამ ქალს შესთავაზა, ცხადია ამ შემთხვევაში არის ორი იმიჯი, რომელიც იმთავით ასე ვთქვათ, თვალწინ წარმოგვიდგება. ეს არის ერთის მხრივ მარიამი, როგორც ღვთისმშობელი, როგორც იმავდროულად ქალწული დედა და მეორეს მხრივ ეს არის ევა, როგორც აბსოლუტურად რაც ხორციელ, მიწიერ და რაღაც ვთქვათ, ცოდვად დაცემის საწყისად წარმოდგენილი, ხო? და ფაქტობრივად, ვთქვათ, ქრისტიანულ სამყაროში ქალი დადგა იმ ალტერნატივის წინაშე, რომ ამ ორი როლური მოდელიდან ერთ-ერთი უნდა შეეთვისებინა, ერთ-ერთთან უნდა მოხდინა საკუთარი თავის იდენტიფიცირება, ან უფრო პირიქითაც რომ ვთქვათ, თვითონ კულტურა მოახდინა გარკვეული თვალსაზრისით მისი ერთ-ერთ მოდელთან გაიგივება და ერთ-ერთ მოდელზე დაყვანა. ნუ როგორ ხდებოდა ეს, ესე ვთქვათ, დროის ვითარებაში, ამას მე პრინციპში შევეხებით და იმასაც თუ სად შეიძლება ვეძებოთ გარკვეული თვალსაზრისით ამ მიმართებით გარკვეული ესეთი კულტურული რეპრესიის გამოვლინებები. ნუ თუმცა უნდა ითქვას ამ საკითხზე საუბრისას, რომ ერთის მხრივ ჩვენ უნდა განვასხვაოთ ალბათ ბიბლია, როგორც ესე ვთქვათ, ეს წყარო, ასე ვთქვათ, ქრისტიანობისა და მეორეს მხრივ თვითონ ქრისტიანული კულტურა, რომელიც ხანდახან შეიძლება ითქვას ხოლმე, რომ სწორედ იმის გამო, რომ ახდენდა გარკვეული კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზების აქცენტირებას, მათზე ხაზგასმას, შეიძლება დაუშვათ და ეს დავსვათ დიდი კითხვის ნიშანი ამ მიმართებით, შორდებოდა ხოლმე მთლიანად, ასე ვთქვათ, ან ქრისტეს ნაქადაგარს, ან კი ზოგადად, ასე ვთქვათ, აი ამ ბიბლიურ კონტექსტს. ალბათ ერთ-ერთი პირველი ასე ვთქვათ, რაც ამ კონტექსტში უნდა ვიკითხოთ, ეს არის ის თუ რამდენად თანხმობაშია აი ეს ევას დემონიზირებული სახე, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, არის აი ქრისტიანული კულტურის რაღაც ერთ-ერთი მაგისტრალური ხაზი, თვითონ უშუალოდ აი ამ შესაქმეს პირველ სამ თავში წარმოდგენილ ნარატივთან და თხრობასთან. ნუ ამ შემთხვევაში მე პრინციპში მოვიყვან რამდენიმე ციტატას, რომელიც ალბათ უფრო ნათელს გახდის იმას თუ რას გულისხმობ. უპირველეს ყოვლისა, თუ კი ჩვენ, ასე ვთქვათ, მივყვებით თვითონ აი ამ დაბადების წიგნს, პირველ თავში აქ თალსახად საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა მე-6 დღეს შექმნა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ანუ ფაქტობრივად ამ შემთხვევაში პირველ თავში როგორც არის ეს შესაქმე გადმოცემული, დედაკაცის და მამაკაცის, აქ არ არის არც დროით წინსწრებაზე საუბარი, არც დაუშვათ რაიმე განსხვავებული სუბსტანციისგან, განსხვავებული მატერიისგან რომელიმე შექმნაზე, ორივე მათგანი შექმნილია როგორც ხატი და მსგავსი ღვთისაა რა. ეს არის პრინციპში ძალიან საგულისხმო რამ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის ნარატივი, რომელიც ეფუძნება შემდგომში ქალის როგორც ევას შთამომავლის მეორე ხარისხოვნებას, მის როგორც დაკნინებას და ასე შემდეგს, ეს სათავეს იღებს უკვე შესაქმეს მეორე თავიდან, სადაც ადამის შექმნაზე და ევას შექმნაზეა საუბარი და რომელიც პრინციპულად მოდის წინააღმდეგობაში იმ ციტატასთან, რომელიც მე მოვიყვანე წერან, ხო? რომ ღმერთმა შექმნა კაცი თავის ხატად, დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინი. და აქ ამ შემთხვევაში მეორე თავში უკვე საუბარია იმაზე, რაღაცა გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, სრულიად საპირისპირო სურათია მოცემული, რომ ღმერთი ჯერ ადამს ქმნის, შემდეგ ევას ნეკნისაგან მოხდა. ეს ისტორია ყველასათვის ცნობილი, ამიტომ ამაზე აღარ დავწვრილმანდები, მაგრამ საგულისხმო არის ის, რომ თვითონ ქრისტიანული დისკურსის წიაღში ამ საკითხზე აპელირება ხდება პავლე მოციქულის მიერ, კერძოდ კი კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში, სადაც ის ამბობს, ციტატას მოვიყვან, რომ მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატებაა და დიდებაა, ცოლი კი ქმრის დიდებაა. ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან, ასევე მამაკაცი კი არ შექმნა დედაკაცის გულისათვის, არამედ დედაკაცი შეიქმნა მამაკაცის გულისათვის. ანუ ფაქტობრივად აი ის დისკურსი ხო, რომელსაც გვთავაზობს ჩვენ პავლე მოციქული და რომელიც პრინციპში შემდგომში კულტურაში ფორმდება როგორც ერთგვარი მიზოგინიური, ერთგვარი ქალწმუნძულეობრივი დისკურსი, რომელიც ქალის მეორე ხარისხოვნებაზე აპელირებას ახდენს, არის სწორედ აი ამ შესაქმეს მეორე თავზე დაყრდნობილი, მაგრამ არა პირველ თავზე დაყრდნობილი. და აქ რა თქმა უნდა შეიძლება ვიკითხოთ, რომ რატომ ხდება ეს? ალბათ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა და ის კითხვა თუ
აი ეს გარკვეულ თვალსაზრისად ექსპლიციტური წინააღმდეგობა შესაქმეს პირველ თავსა და შესაქმეს მეორე თავს შორის, როგორც აქ არის გადმოცემული ესე ადამიანის შექმნა, ეს წინააღმდეგობა რატომ დარჩა გარკვეული თვალსაზრისით ამ ტექსტის თეოლოგიური გააზრებისას მეინსტრიმულ თეოლოგიურ დისკურსში გარკვეულად წილად ყურადღების მიღმა. ნუ აქ პრინციპში საგულისხმოა, რომ ევას ფიგურის დემონიზირებასთან მიმართებაში ხო ყოველთვის დაკავშირებულია ცოდვადაცემის ისტორია, რაღაც მისი ბრალეულად მიჩნევა, მაგრამ აქ ალბათ ის კითხვაც უნდა დაისვას, თუ საერთოდ რამდენად ლეგიტიმურია საკითხის ასე ინტერპრეტაცია, ანუ ის ტრადიციული ინტერპრეტაცია, რომელსაც ჩვენ სწორედ ქრისტიანული კულტურა გვაძლევს, არა? იმიტომ რომ ისევ თუ ტექსტს დავუბრუნდებით და ამ შემთხვევაში მე უბრალოდ იმის ჩვენება მინდა, რომ პრინციპში ტექსტი იძლევა სხვანაირად ინტერპრეტაციის საშუალებასაც და ეს ინტერპრეტაცია განმანათლებლობის შემდგომ პერიოდში გააკეთა კიდეც კაცობრიობა. მაგრამ მანამდე, ესე ვთქვათ, რას ვხედავთ ამ ტექსტში? ტექსტში ვხედავთ იმას, რომ პრინციპში ადამი ღებულობს ასე ვთქვათ, ამ ედემის ბაღში გარკვეულ მცნებას ღმერთისაგან და მოვიყვან ამ შემთხვევაში ისევ ციტატასაც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თითოეული, ასე ვთქვათ, სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი უთხრა, ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში, მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდებიო. ნუ ფაქტობრივად საპირისპირო გზავნილს შეიცავს ამ შემთხვევაში გველის უწყება, რომელიც ეუბნება ამ შემთხვევაში დედაკაცს არ მოკვდებით, მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. ანუ ფაქტობრივად რასთან გვაქვს საქმე რამოცემულობასთან, ხო, რომ ღმერთი ეუბნება ადამიანს, რომ მოკვდებით, გველი კი ეუბნება, რომ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის შემდეგ თქვენ, ასე კი ადამი და ევა ღმერთივით კეთილისა და ბოროტის მცნობელნი, ამ უნარით დაჯილდოვებულნი იქნებით, არა? ნუ ბუნებრივი აქ დგება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული ერთის მხრივ სიკვდილი, რომელზეც აქ არის საუბარი ამ კონტექსტში და მეორეს მხრივ როგორ უნდა იქნას გაგებული შეცნობა, როგორც ესეთი. ნუ ხა ფაქტია ისიც, რომ ესე ვთქვათ, ადამი ფიზიკურად არ კვდება, იგი ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწევს და მეორეს მხრივ კითხვა, რომელიც აქ ლოგიკურად ჩდება, ეს არის თუ აი ამ კეთილის და ბოროტის შეცნობას რატომ აიგივებს ღმერთის სიკვდილთან ან საერთოდ რას ნიშნავს ეს სიკვდილი ამ კონტექსტში. ნუ ხა შეცნობა საინტერესოა თვითონ ძველ ბერძნულად, ასე ვთქვათ, რა კონოტაციების, რა თანამნიშნულობების მატარებელი იყო ეს სიტყვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძველი აღთქმის ტექსტი გარკვეულწილად ესეთ საერთაშორისო ხელმისაწვდომ ტექსტად გადაიქცა მაშინ, როდესაც მისი ძველი ბერძნული თარგმანი შესრულდა და ის სიტყვა, რომელიც აქ შეცნობისთვის იქნა გამოყენებული, ეპიკიგნოსკო აღნიშნავდა და თავის თავში გულისხმობდა ერთის მხრივ შეცნობას როგორც ინტელექტუალურ აქტს და მეორეს მხრივ შეცნობას როგორც სექსუალურ აქტსაც, არა? და შესაბამისად აქ არის ფაქტობრივად საინტერესო თუ აი ამ ცოდვადდაცემის ისტორიის ინტერპრეტაციისას, არა, შემდგომში ეკლესიის მამების მიერ ამ ტექსტის წაკითხვისას და ესე შემდეგ, როგორ ხრება, თუ შეიძლება ესე ითქვას, ეპიკიგნოსკოს ის მნიშვნელობა, რომ ეს არის ინტელექტუალური აქტიც და ასეთ შეიძლება იქნას გაგებული და როგორ მოდის წინ, ასე ვთქვათ, მისი სწორედ როგორც სექსუალური აქტის, შეცნობის როგორც სექსუალური აქტის მნიშვნელობა და როგორ გადაფარავს ეს იმ მეორე მნიშვნელობას, რომელიც პრინციპში სხვანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობასაც მისცემდა პრინციპში კაცობრიობას ამ ტექსტისას, არა? და ამ შემთხვევაში ფაქტობრივად აი ეს ასპექტი, რომელიც ტრადიციულად აი ასეთ ნარატივში მოგვეწოდება ხოლმე ჩვენ, რომ ცოდვადდაცემა, ეს არის სწორედ ის, რომ ადამიანები აღმოჩენენ თავის სექსუალობას, აღმოჩენენ თავის სხეულებრიობას, აღმოჩენენ თავის სიშიშვლეს, არა? პრინციპში ტექსტის გულდასმით წაკითხვის შემთხვევაში ჩვენ ნათლად ვხედავთ აქ, რომ სიშიშვლე არის შედეგი, მაგრამ არა მიზეზი ცოდვადდაცემისა, არა, ესე ვთქვათ, იმისა, რაც ამ კეთილისა და ბოროტის ხის ნაყოფის შეჭმის ხდება. იმიტომ რომ ფაქტობრივად მიზეზი, რის გამოც ევა და ადამი ისჯებიან, ეს არის სწორედ აი ეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის უნარი და არა მათი შიშიშვლე. შიშიშვლის გაცნობიერება და საკუთარი შიშიშვლის შემეცნება დგება როგორც ამ აქტის შემდგომი შედეგი. და ფაქტობრივად ეს არის აქ ასევე აი ამ მიზეზ შედეგობრივი
ნებისმიერი მიმართების გარკვეული თვალსაზრისით აღრევა შეიძლება ითქვას გადაიქცა გარკვეული თვალსაზრისით რაღაც ფატალურ შეცდომად, რომელმაც ქრისტიანულ კულტურაში სექსუალობის დევიაციად ქცევა გამოიწვია გარკვეული თვალსაზრისით. ნუ ახლა თვალის გახელა და თვალის ახელა, ხო, რომელზეც ამ ტექსტში არის საუბარი, რომ თვალი მათ აეხილათ და ამის შემდეგ ესე ვთქვათ დაინახეს, რომ შიშველნი იყვნენ, არა? ნუ იგივე ციტატა რომ მოვიყვანოთ, ხო, აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. ნუ ეს დაბადების მესამე თავში უკვე მეშვიდე მუხლში ამაზე საუბარი. ნუ ეს თვალისახელა იმის გათვალისწინებით, რომ ადამა და ევამ, აი ეს ხეცნობად ისა კეთილისა და ბოროტისა იგებნეს, უნდა გონების თვალისახელად იქნას პრინციპში გაგებული, ხო? იმიტომ რომ ისინი არიან უკვე მცნობელნი, შემეცნებელნი და პრინციპში ამაზე მოწმობს თვითონ ეს დაბადების წიგნის მესამე თავის 22 მუხლიც, რომელიც არის ძალიან საყურადღებო ტექსტის შემცველი, რომ თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა, არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. ანუ ფაქტობრივად თვალის ახელა ნიშნავს, რომ ადამიანი იწყებს აზროვნებას, ანუ ფაქტობრივად თავისი პოტენციური შესაძლებლობიდან იყოს ადამიანი, ის გადადის საკუთარი თავის განხორციელებაში, განამდვილებაში და საკუთარი თავის განამდვილების ლოგიკური შედეგია ის, რომ იგი უკვე ფაქტობრივად ხდება ერთის მხრივ ens morale, ანუ ზნეობრივი არსება და მის შემთხვევაში ზნეობრივი არსება ყოფნა ადამიანის შემთხვევაში ზნეობრივ არსებად ყოფნა არ გულისხმობს რა თქმა უნდა იმას, რომ ჩვენ ყოველთვის კარგად ვიქცევით, ან ჩვენ ყოველთვის ასე ვთქვათ ზნეობრივად ვიქცევით, არამედ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ ჩვენ ყოველთვის ვიცით რა არის კეთილი და ბოროტი და შესაბამისად ამ შორის ვაკეთებთ არჩევანს და შესაბამისად ფაქტობრივად ეს კეთილისა და ბოროტის ცნობა და ჩვენი გარკვეული თვალსაზრისით და ეს ზნეობრივ არსებად ქცევა იმთავითვე დაკავშირებულია და უშუალოდ არის მიბმული ჩვენს როგორც თავისუფალ არსებად ქცევასთან, იმიტომ რომ სწორედ კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც ესეთი გვანიჭებს ჩვენი თავისუფლებას, რომელიც ადამიანს ხდის ადამიანად. და ფაქტობრივად ის თეზა, რომ ასე ვთქვათ, მე ვარ კეთილის და ბოროტის მცნობელი და ამდენად მორალური არსება, ზნეობრივი არსება, ფაქტობრივად გულისხმობს იმასაც, რომ როდესაც მე არ ვირჩევ კეთილს, არამედ ვირჩევ ბოროტს, ამის შედეგად, ესე ვთქვათ, ჩემში ადრე თუ გვიან იწყებს სინდისის ხმა ამეტყველებას, სინდისის ხმა, რომელიც ფაქტობრივად აი საკუთარი სამარცხვინო ქმედებაზე მიმითითებს და შესაბამისად, ესე ვთქვათ, ამიტომაც არის, რომ აი სირცხვილის გრძნობა, რომელიც ადამს და ევას აი ამ ედემის ბაღში უჩნდებათ, არის ასევე მათი როგორც ადამიანის, მათი როგორც თავისუფალი არსების თანდევი განცდა და გრძნობა. და ეს არის ფაქტობრივად გამოსვლა აი ამ ბუნების წიაღიდან, ბუნების სამყაროდან, ინსტინქტების სამყაროდან და შესაბამისად გადასვლა გარკვეული თვალსაზრისით კულტურის სამყაროშიც. იმიტომ რომ კანტის სიტყვები რომ მოვიხმოთ, ხო, რომელიც აი ამ ისტორიას, ასე ვთქვათ, ცოდვადაცემის ძალიან გულდასმით განიხილავს, ამბობს ის, რომ აი ამ ბუნებისეული სამყაროდან გამოსვლა გულისხმობს გამოსვლას ნებელობიდან შიშველი ცხოველური ქმნილებისა ადამიანობაში, ინსტინქტის აღვირით სიარულიდან გონებით ხელმძღვანელობისაკენ, ერთი სიტყვით ბუნების მეურვეობიდან თავისუფალ მდგომარეობაში. და თავისუფალი მდგომარეობა, რომ გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ორს შორის არჩევანის გაკეთებას და ამით საკუთარი, ასე ვთქვათ, პიროვნული კონსტიტუციის დადგენას, ეს უკვე პრინციპში ამაზე ახსენთ. და ამავდროულად ისიც არის საგულისხმო, რომ თავისუფლება და თავისუფლების მდგომარეობა გულისხმობს იმ თავითვე იმის ალბათობასაც, რომ ჩვენ შეიძლება პოტენციურად, ასე ვთქვათ, დამნაშავეც ვიყოთ, ხო, ჩვენ შეიძლება პოტენციურად არასწორი არჩევანიც გავაკეთოთ და ვიყოთ იმ უნარის მქონე, რომ დანაშაულის განცდა შეგვეძლოს. ეს არის პრინციპში საგულისხმო.
საგულისხმო. და საგულისხმოა ისიც, რომ აი როგორც მოგვიანებით შემდგომში ფროიდი იტყვის, კულტურა იწყება ტაბუთი და ფაქტობრივად ის, რასაც ესე ვთქვათ, აი თვითონ ამ ადამის და ევას შემთხვევაში, ხო, ვაწყდებით, ეს არის ერთის მხრივ მათი მხრიდან მათთვის დაწესებული ტაბუს, ანუ აკრძალვის, ღმერთის მხრიდან მოცემული აკრძალვის დარღვევა და მეორეს მხრივ, ესე ვთქვათ, შესაბამისად ამის შედეგად გაჩენილი დანაშაულის გრძნობაც, ხო? და ვინაიდან კულტურა იწყება ტაბუთი, კულტურა იწყება აკრძალვით, ფაქტობრივად ადამის და ევას ისტორიაც იწყება ტაბუს დაწესებით და მისი დარღვევით, იმიტომ რომ ფაქტობრივად მანამდე ეს ისტორიული ნარატივი, რომელიც მათი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობთ, არა, როგორც კულტურის პროდუქტი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ტექსტში თხრობას ადამიანის და ევას შესახებ ვაწყდებით იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც ისინი ტაბუს დარღვევას იწყებენ. მანამდე რას აკეთებდნენ ისინი, რაზე ფიქრობდნენ სამოთხის ბაღში, არ არის, ასე ვთქვათ, ტექსტში საუბარი. აქ არის პრინციპში ისიც საგულისხმო, რომ იგივე აი ამ პასაჟზე მსჯელობისას მაგალითად ჰეგელი აკეთებს ესეთ საინტერესო მინიშნებას თავის რელიგიის ფილოსოფიის შესახებ ლექციებში, რომ სამოთხე ის ბაღია, სადაც მხოლოდ ცხოველებმა შეიძლება იცხოვრონ, იმდენად, რამდენადაც ასე ვთქვათ, სამოთხე ეს არის ის მდგომარეობა, სადაც ასე ვთქვათ, ცოცხალი არსება არის სწორედ ამ ინსტინქტურ მდგომარეობაში, სადაც ის ჯერ კიდევ არის ინსტინქტებს დამორჩილებული და შესაბამისად ბუნებრივი სამყაროს და ბუნების სამყაროს, ასე ვთქვათ, შვილი, მაგრამ ადამიანი როგორც კულტურის მატარებელი, ასე ვთქვათ, ის ვეღარ იქნება სამოთხის ბაღის, ასე ვთქვათ, ბინადარი. და ფაქტობრივად აი ასეთი წაკითხვის შემდეგ ხო ამ ტექსტის გამოდის, რომ ევა, რომელიც აი ტრადიციულ ქრისტიანულ დისკურსში გვევლინება ხოლმე ჩვენ რაღაც ცოდვადდაცემის მაპროვოცირებლად, თუკი აი იმ შეცნობას, რომელზეც არის საუბარი, ხო, შეცნობას კეთილისა და ბოროტისა და შესაბამისად ეპიგიგნოსკოს წავიკითხავთ როგორც ინტელექტუალური აქტის აღნიშნულ სიტყვას, მაშინ გამოდის, რომ ფაქტობრივად ევა გვევლინება არა დავუშვათ ცოდვადდაცემის მიზეზად, არამედ გვევლინება სწორედ რომ რაღაცნაირად აზროვნების უნარის მიმცემად გარკვეული თვალსაზრისით, ესე ვთქვათ, ადამიანისთვის და ფაქტობრივად მისი ზნეობრივ არსებად ქცევისთვის საწყისის მიმცემად. თუმცა ფაქტობრივად აი ესეთი ინტერპრეტაციის გაჩენის შესაძლებლობა, ან ტექსტის ესე წაკითხვის შესაძლებლობა ცხადია განმანათლებლობამდე ესე ვთქვათ, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობდა და შესაბამისად ფაქტობრივად ქალის სოციალური როლი და მისი იმიჯით ცალსახად იყო განსაზღვრული როგორც დაქვემდებარებულის, როგორც მეორეხარისხოვანის და რაც მთავარია, როგორც დამნაშავის, ხო, აი როგორც დამნაშავის, რომელიც იმთავითვე თავის თავზე ატარებს აი ამ პირველ ცოდვის მიზეზად ყოფნის ბრალეულობას. და ამ ხრივ ისევ პარადიგმატულია, ამ ხრივ ესე იგი დისკურსის შემქმნელი არის ფაქტობრივად ისევ პავლე მოციქული, უნდა დავაციტიროთ აქ ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლე, სადაც ის მაგალითად იმას თუ რატომ არ აქვს დედაკაც სწავლის უფლება, ესე ვთქვათ, ამას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით, რომ პირველი ადამი შეიქმნა და მერე ევა, ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცის შესა და დანაშაული ჩაედინა, თუმცა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმინდეში ყდემა მოსილებით. ანუ აქ პრინციპში საგულისხმოა, რომ ფაქტობრივად ეს შვილების შობა პავლე მოციქული ამას რეპროდუქციას ქალის მხრიდან სახავს ქალის გადარჩენის და შესაბამისად ფაქტობრივად მისთვის ლეგიტიმური სოციალური როლის ერთადერთ ფორმად. აი საგულისხმოა ისიც, რომ აი რეპროდუქციაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა, განსაკუთრებული აქცენტი ეს არის პრინციპში იუდაისტური კულტურისთვის საკმაოდ დამახასიათებელი რამ. ამისი მაგალითები ძველ ხმაში უხვად არის, გავხსენოთ თუნდაც ის, როდესაც ღმერთი მაგალითად აბრაამს ძალიან ხშირად პირდება, ხო, მისი შთამომავლობის გამრავლებას და იმას, რომ ისინი ქანაანის ქვეყანას დაეპატრონებიან და ასე შემდეგ. ანუ შესაბამისად ძველ ხმაში გამრავლება მოგვეწოდება როგორც ღვთის საჩუქარი. და საინტერესოა ის, რომ ამ კუთხით
ეს იუდაისტური კულტურა ფაქტობრივად მოდის გარკვეული თვალსაზრისით კონფრონტაციაში იმ კულტურულ ღირებულებებთან, რომლის მატარებელიც იყო ძველი ბერძნული კულტურა, მაგალითად თუ კი პლატონის ნადიმს, ასე ვთქვათ, დავესესხებით და მისით ვიხელმძღვანელებთ, ასე ვთქვათ, ამ ღირებულებების დადგენისას, იქ ამ ტექსტში ფიზიკური შობა განიხილება როგორც შობის დაბალი საფეხური და მასზე უპირატესად თქვათ სულიერი შობა მიიჩნევა. და სულიერი შობის ქვეშ მოიაზრება შემოქმედებითობა, გაგებული, ესე ვთქვათ, კანონშემოქმედებით, შემოქმედებითობა და შობა, როგორც ასეთი, ესე იგი, ძალიან ფართო გაგებით, დაწყებული კანონშემოქმედებით, დამთავრებული ხელოვნების ნაწარმოებით. საგულისხმოა ისიც, რომ უკვე ფაქტობრივად აი ამ ქრისტიანული დისკურსის ჩამოყალიბებაში და აქ უკვე ქრისტიანული პერსპექტივიდან, ანუ ასე იგი ახალი აღთქმის პერსპექტივიდან შობადობის მნიშვნელობის ხაზგასმა ხდება მაგალითად მეორე-მესამე საუკუნის ეკლესიის მამის კლიმენტ ალექსანდრიელის მიერ, როდესაც ის მაგალითად ასახელებს სამ მიზეზს იმისა, თუ ადამიანები რატომ უნდა დაქორწინდნენ, ეს ესე ვთქვათ პრიორიტეტულად მიიჩნევს შემდეგს, ერთს ამბობს, რომ ეს არის ესე იგი პატრიოტული მიზეზი, მეორე არის ბავშვების მემკვიდრეობა ტყოლის მიზეზი და მესამე არის სამყაროს სრულქმნაში თანამონაწილეობა. და ეს შობადობა, როგორც სამყაროს სრულქმნაში თანამონაწილეობა, ფაქტობრივად გაიგება როგორც ქალის უმთავრესი კონტრიბუცია ამ მიმართულებით და ფაქტობრივად იდეოლოგიურად ქალის ამ ფუნქციონალური როლის გამომყარებელია უკვე აი მარიამის იდეალი, რომელიც სამყაროს სწორედ მესიას მხსნელს მოუგლენს, არა? თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე შუა საუკუნეებში იგივე ფაქტობრივად ისეთ პერიოდში, როდესაც ინკვიზიცია საკმაოდ მძვინვარებს, ჩვენ საკაცობრიო საზროვნო ისტორიის მანძილზე ხვდებით და ვაწყდებით ამ ქალის როლის გადააზრების მცდელობასაც და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქალები გამოდიან იმ ასპარეზზე, რომელიც პრინციპში პავლე მოციქულის მიერ იმთავითვე იქნა რეზერვირებული როგორც კაცების კუთვნილება, იმიტომ რომ პავლე მოციქულმა იმთავითვე ესე იგი სწავლა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეკლესიაში ლაპარაკი, ანუ ხადაგება, ესე ვთქვათ, ქალებს აუკრძალა, ხო? და მიიჩნია, რომ ეს მამაკაცებისთვის შესაფერისი საქმიანობა იყო. მაგრამ აი ევროპაში და კერძოდ კი გერმანიისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე მე-11-12 საუკუნეებში ადგილი აქვს იმას, რომ ჩნდებიან ეგრეთ წოდებული ბეგინების გაერთიანებები და ესენი არიან ქალები, რომლებიც ფაქტობრივად ეწევიან ალტერნატიულ რელიგიურ პრაქტიკას და ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი თავის წრეში იწყებენ ერთის მხრივ წმინდა წერილის კითხვას, რაც იმთავითვე, ესე ვთქვათ, ქალისთვის იმ პერიოდში აკრძალულია და მეორეს მხრივ ამ წმინდა წერილის კომენტირებას, რაც ასევე აკრძალულია და შესაბამისად ფაქტობრივად მათ მიერ ამ ტექსტის წაკითხვა უკვე გულისხმობს იმ კითხვის ახლებურ კონტექსტში დასმას, თუ როგორ უნდა გავიგო მე ადამიანის ხატება და მსგავსება ღვთისა და როგორ შეიძლება მე როგორც ქალი ვიყო ხატი და მსგავსი ღვთისა, რომელიც მომაზრებულია როგორც სამება, რომელიც არის ცალსახად მასკულინური იმიჯი, ხო? იმიტომ რომ მამა, ძე და უსქესო სული წმინდა. შესაბამისად, სად უნდა ვეძებო მე ჩემი როგორც ქალის ხატება და მსგავსება ღვთისა და როგორ შეიძლება ეს იქნას გააზრებული. ნუ ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ მიმართულებით ამბობს თავის სიტყვას, ეს არის ჰილდეგარდ ფონ ბინგენი. მისი ცხოვრების წლები ეს არის 1098, 1169, ანუ ხედავთ, რომ ეს არის პრინციპში ესე იგი მე-12 საუკუნე. და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ის ცდილობს, რომ თავის ნაშრომებში ქალის იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინოს, იმითი რომ აი ამ ევას დემონიზირებულ სახეს, ევას მიზოგინიურ სახეს ფაქტობრივად საპირწონედ ესე ვთქვათ, უდებს აი ამ მარიამის ფიგურას და წამოსწევს წინ მარიამის ფიგურას ამ მიმართულებით. ასევე პრინციპში საგულისხმოა ისიც, რომ
ხაკმე გამოტოვებ რაღაცებს, სიტყვა რომ ძალიან არ გამიგრძელდეს. ფაქტობრივად საგულისხმოა თვითონ აი ამ სქესთა ურთიერთმიმართების გადააზრება. ჰილდეგარდ ფონ ბინგენის მიერ, როდესაც ის საუბრობს შემდეგზე, რომ ცოდვად დაცემამდე ქალი შექმნილია კაცისგან, როგორც მისი სიყვარული, რომელსაც ღმერთმა მისცა ფორმა, არიან რა სრულად თანასწორნი, კაცი ეკუთვნის ქალს და ქალი ეკუთვნის კაცს და ამიტომ ცოდვად დაცემის შემდეგაც ქალი და კაცი რჩებიან გაერთიანებულები, როგორც სხეული და სული არის გაერთიანებული. ანუ აქ ამ შემთხვევაში საგულისხმო არის ერთი მცირედი აქცენტი, რომ ესე იგი როგორც ცოდვად დაცემამდე ისინი, ესე ვთქვათ, ერთნი იყვნენ, ასევე ცოდვად დაცემის შემდეგაც არიან გაერთიანებულნი და შესაბამისად აი ის ტრადიციული ნარატივი, რომელიც ესე ვთქვათ ბრალეულობას მხოლოდ ესე ვთქვათ ქალის მიაკუთვნებდა და ევას შთამომავლებს მიაკუთვნებდა, ამით თითქოს რაღაცა ორივეზე მცდელობაა რომ თანაბრად გადანაწილდეს. თუმცა ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ქვეტექსტური მცდელობა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ალბათ ეპოქაც და ისიც რომ ეს მხოლოდ მე-12 საუკუნეა. ასევე საგულისხმოა ის რომ როდესაც ჰილდეგარდი ღმერთზე საუბრობს, ის ესე ვთქვათ ღმერთის სიყვარულს დედობრივ სიყვარულს უწოდებს და ამ შემთხვევაში ახდენს იმას, რასაც ქვია პრინციპში აი ამ თეოლოგიური ენის ფემინიზაცია, ანუ შემოაქვს ისეთი ეპითეტები, რომელიც არის აბსოლუტურად ესე ვთქვათ ფემინური ეპითეტები. და ეს ტენდენცია მაგალითად კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოდ იჩენს თავს ისეთ მოაზროვნესთან, რომელიც არის ჯულიან ნორვიჩელი, რომელიც უკვე შედარებით გვიან მოღვაწეობს. ეს არის დაახლოებით მე-14 და მე-15 საუკუნეების მიჯნა და შესაბამისად, როდესაც ჯულიან ნორვიჩელი საუბრობს ქრისტეზე, ის საუბრობს ქრისტეზე როგორც დედაზე. ამითი ესეთი ეპითეტებით, რა თქმა უნდა, არის მცდელობა, რომ დავუშვათ ღმერთის ადამიანების მიმართ სიყვარული იქნას, ესე ვთქვათ, უფრო ესე ვთქვათ, შეიძლება რევლისთვის გასაგებადაც გადმოცემული გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ საგულისხმოა ამ შემთხვევაში, მაგალითად იგივე ამ ჯულიან ნორვიჩელის მხრიდან, მაგალითად სამებაში თვითონ აი ამ პატერნალური და მატერნალური თვისებების გადანაწილება გარკვეული თვალსაზრისით ეს აგვევლინება შემდეგნაირად, როდესაც ის ამბობს, რომ სამებაში მამობა აღნიშნავს ძალას და სიკეთეს, დედობა აღნიშნავს სიბრძნეს და სიყვარულს, ქრისტეში დედობა ნიშნავს მოწყალებას და ყველა ტკბილ მოყვარულ საქმეს და სულიწმინდაში დედობა ნიშნავს დახმარებასა და მადლს. აქ პრინციპში საგულისხმო არის ის ასპექტი, რომ ასეთი ტიპის აქტივობა, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ რჩება იმ პერიოდის საეკლესიო წრეების მხრიდან და შესაბამისად 1290 წელს ჰაინრიხ ფონ გენტის მიერ იწერება ტრაქტატი, რომელიც ფაქტობრივად ერთის მხრივ წარმოადგენს აი პავლე მოციქულის კვალად ქალებისთვის იმის აკრძალვას, რომ მათ პრინციპში ამ ტიპის საქმიანობის პრაქტიცირების უფლება არ აქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც ტოვებს გარკვეული თვალსაზრისით ღიად კარს ამ სფეროში. ანუ რას წერს ჰაინრიხ ფონ გენტი ტექსტში? ტექსტს ქვია ძალიან საინტერესო სახელი, ანუ რატომ არ შეუძლია ქალს იყოს თეოლოგიის დოქტორი და მთავრდება კითხვის ნიშნით. მიზეზები, რომელსაც ჩამოთვლის ჰაინრიხ ფონ გენტი, ასახელებს იგი შემდეგნაირად, რომ ქალს არ შეუძლია ოფიციალურად იმსახუროს როგორც თეოლოგიის დოქტორებმა, რადგან მათ არ აქვს დოქტორის სტატუსის თვის საჭირო 4 საჯარო ნიშანი და ეს 4 საჯარო ნიშანი მის მიერ ჩამოთვლილია როგორც გამძლეობა, ზემოქმედების უნარი, ავტორიტეტი და ეფექტი. ამბობს, რომ ქალებს აქვთ სუსტი ინტელექტი, რომელსაც იულად შეუძლია შეიყვანოს ისინი შეცდომაში და ეს არგუმენტები მას მიაჩნია, ესე იგი სრულად ლეგიტიმურად იმისთვის, რომ თქვას, რომ ესე იგი ქალს არ აქვს უფლება იყოს დოქტორი, ანუ სხვისი მასწავლებელი, რადგან დოქტორი ამ პერიოდში სწორედ ესე ვთქვათ მასწავლებლის სტატუსს ნიშნავს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ თუ კი ქალს აქვს შეუმცდარი შეხედულებები, მაშინ მას შეუძლია ასწავლოს მხოლოდ არასაჯარო სივრცეში და ეს არის სწორედ საგულისხმო, ანუ არასაჯარო სივრცეში, არამედ ჩუმად და ისიც მხოლოდ ქალებს. სხვა ქალებს. ანუ ფაქტობრივად საჯარო სივრცისთვის ბრძოლა გარკვეული თვალსაზრისით აი ამ ესე იგი მე-13 საუკუნის მიწურულს გარკვეული თვალსაზრისით საჯარო სივრცეში თეოლოგიურ ტექსტებზე საუბრის გარშემო. და
ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ქალის იმიჯის და რაღაც გარშემო ლიბერალიზაცია და რაღაც ლიბერალური დისკურსი კათოლიკურ ეკლესიაში და დასავლურ ეკლესიაში ზოგადად ესე იგი მე-20 საუკუნეში ხდება შესაძლებელი, როცა უკვე გარკვეული თვალსაზრისით ეპოქის სულისკვეთებად ხდება ის იდეა, რასაც ქვია თანასწორობა და ფაქტობრივად ამ შემთხვევაშიც დასავლური ეკლესია თავის მსოფლმხედველობრივ საყრდენად გაიხდის ისევ პავლე მოციქულს, მაგრამ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში სხვა ციტატას. ეს სხვა ციტატა გახლავთ გალატელთა მიმართ ეპისტოლედან, სადაც პავლე მოციქული საუბრობს უნივერსალურ თანასწორობაზე, რომ უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში. ანუ სადაც პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ ქრისტიანთა შორის არ არის არც ეთნიკური სხვაობა, არც სოციალური სხვაობა და არც სქესთა შორის სხვაობა და ყველანი თანასწორნი არიან. ანუ ფაქტობრივად მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დასავლური ქრისტიანული ეკლესიისთვის დასაყრდენი ხდება ისო პავლე მოციქული ეს არის საგულისხმო, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეს თანასწორობის თეზა, ხო? თუმცა აქ საგულისხმო რომ აი ჯერ კიდევ მაგალითად მე-19 საუკუნის მიწურულს, ხო? კერძოდ კი 1880 წელს პაპი ლეო მე-13 მაგალითად აბსოლუტურად პავლე მოციქულის დარად წერს იმას, რომ ქმარი არის უფალი ოჯახში და ცოლის თავი, ცოლი კი რადგან იგი მისი ხორცია, ხორცთაგანი და სისხლის სისხლთაგანი, უნდა დაექვემდებაროს ქმარს და იყოს მისი მორჩილი. ნუ ძალიან ბევრია ესე თქვათ ესეთი ტექსტები, რომლებსაც ხვდებით, თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პრინციპში აი ეს დისკურსი გარკვეული თვალსაზრისით პოულობს გამოხატულებას იმაში, რომ ის იდეალები, რომლებიც 30-იანი წლების ევროპაში ხდება დომინანტური, როდესაც ქალისთვის მისი თვითრეალიზაციის სფეროთ მოიაზრება ეს 3 კ, ანუ აი ეს კინდერ, კუხე, კირხე, ანუ ბავშვები, სამზარეულო და ეკლესია და რომელიც აბსოლუტურად აი ამ ნაციონალ-სოციალისტების, ესე ვთქვათ, იდეოლოგიური წნეხისთან ძალიან კარგად არის თანხმობაში. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მანამდე, ასე ვთქვათ, აი ამ პაპის ეპისტოლეებშია და პაპების ეპისტოლეებშია იგივეზე საუბარი, რომ ქალის, ასე ვთქვათ, სოციალური თვითრეალიზაციის არეალი უნდა იყოს ამ საშინაო საქმეებით, ასე ვთქვათ, შემოფარგლული. მაგრამ გარდატეხა გარკვეული თვალსაზრისით და პრინციპული სიახლეს ადგილი აქვს 1929 წელს უკვე პაპის პიუს მე-12-ის მიერ წარმოთქმულ სიტყვებში, როდესაც ის უკვე ცალსახად დაფიქსირებს იმას, რომ ერთის მხრივ თითქოს იხდის ბუდიშს ქალების წინაშე, რომ მათი სამოციქულო საქმიანობა იყო შეზღუდული ხოლმე ისტორიულად ქრისტიანობის წიაღში და რომ ასეთი შეზღუდვის დაცვა დღეს უკვე შეუძლებელია და ამიტომ რაღაცა ქალი აქტიურად უნდა გამოვიდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე. ანუ ეს 1929 წელს წარმოთქმული ეს სიტყვები ხდება გარკვეული თვალსაზრისით გარდამტეხი, იმიტომ რომ ამას მოსდევს შემდგომში უკვე 1963 წელს უკვე პაპი იოანე 23-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის ამბობს, რომ ქალი, რომელიც თავის ადამიანურ ღირსებას დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტად აცნობიერებს, არის საკმაოდ დაშორებული იმისგან, რომ უფლება მისცეს განიხილონ როგორც უსულო საგანი, ან უბრალოდ როგორც იარაღი. ანუ ფაქტობრივად ქალი დაშორებულია იმას, რომ უფლება მისცეს განხილული იქნას როგორც ობიექტი, ანუ მოხდეს მისი ობიექტივაცია, ან მოხდეს მის მიმართ მხოლოდ რაღაც ესეთი კონსუმერული დამოკიდებულება კულტურის და საზოგადოების მხრიდან. და ფაქტობრივად ეს არის ძალიან რევოლუციური განაცხადი და ამას მოსდევს შემდგომში ვატიკანის მეორე კრება, ну უკვე 1964 წელს, რომელიც ზოგადად, ასე ვთქვათ, მიჩნეული არის გარკვეულ თვალსაზრისად კათოლიკური ეკლესიის წიაღში რაღაცა გარდატეხის ხანად და პრინციპში ის ტენდენციები, რომელიც მაშინ იქნა გაჟღერებული, ну აბსოლუტურად შენარჩუნებული რჩება. ახლა ამ კონტექსტში, ამ მიმოხილვითი, ასე ვთქვათ,
ფონზე მე შევეცადე უბრალოდ მეჩვენებინა თქვენთვის, რომ პრინციპში ასე ვთქვათ, რესურსი ინტერპრეტაციებისა თვითონ ასე ვთქვათ ბიბლიურ ტექსტში არის მრავალი და შესაბამისად იმის და მიხედვით არჩევდა ხოლმე კულტურა სელექციას იმისას თუ რომელს უნდა დაყრდნობოდა და რომელი გაეხადა თავის ამოსავალ წერტილად, რომელიც მას ეპოქის და შესაბამისად ასე ვთქვათ ხელს აძლევდა. ანუ როდესაც ასე ვთქვათ პირველ საუკუნეებში ჩვენ მქონდა კეთრად გამოხატულ პატრიარქალურ კულტურასთან საქმე, მაშინ ამოსავალი წერტილი ხდებოდა ხოლმე სწორედ ესეთი პატრიარქალური თეზები და ასე ვთქვათ ადამიანთა სეგრეგაციაზე და ქალისა და მამაკაცის სეგრეგაციაზე ორიენტირებული თეზები, რაც სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ დიდი პერიოდი დაიკავა ამან, მაგრამ მეორეს მხრივ ესე ვთქვათ ამ წმინდა წერილში მოიპოვება ასევე მისი რესურსიც, რათა იქ თანასწორობის და მათ შორის ქესთაშორის თანასწორობის თეზებიც იქნას დანახული. ეხლა როგორი სიტუაცია იყო საქართველოში და როგორი სიტუაცია გვაქვს საქართველოში? ნუ არსებულ სიტუაციაზე მე უბრალოდ არ შევჩერდები, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც შეიძლება თამამად უწოდოთ რაღაც დაკარგული ისტორია, ანუ ჩვენი ისტორიის ის ნაწილი, რომელიც რაცა გაჩერდა, შეფერხდა 1921 წლის 25 დეკემბრის ოკუპაციით და რა ტენდენციებიც მაშინ არსებობდა, ესე ვთქვათ, ისინიც ასეთ დაკარგულ ისტორიად იქცა ჩვენთვის. ნუ აქ არის საგულისხმო, რაღაცა ჩემმა სტუდენტებმა იციან ეს ციტატა, მაგრამ უნდა გავუმეორო კიდევ ერთხელ. მარიამ დადიანი ანჩაბაძის გამოსვლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1917 წელს და რომელიც შემდგომში ხმა ქართველი ქალისა ამ გაზეთში იქნა დაბეჭდილი. და შესაბამისად სადაც ეს ქალი აცხადებს, რომ დღეს კი თვითეხლანდელი რევოლუციაც რომ არ მომხდარიყო და სხვათა შორის მას ქალთა გათანასწორების ლოზუნგიც არ მოეტანა, სჯული ქრისტესი გვასწავლიდა ამას. ამისათვის ქალები უსათუოდ მოვითხოვთ სარწმუნოების საქმეში სასულიერო უწყებაში სათანადო ადგილის დაჭერას და მე პირადად როგორც ხუმელ ქართულ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე უსათუოდ დავიცავ გათანაბრების პრინციპს და მოვითხოვ რომ სასულიერო უწყებაში ქალებს მიენიჭოთ არამც თუ მარტო მედავითნეობა, არამედ მიეცეთ უფლება ეკლესიაში ქადაგებისა და საზოგადოდ სამისიონერო მოვალეობათა აღსრულებისა. ანუ ეს არის საქართველოში ნათქვამი სიტყვები, სხვათა შორის სიუნთან გამართულ შეკრებაზე, საჯაროდ, რომელიც შემდგომში დაიბეჭდა გაზეთში და რომელიც ასე ვთქვათ, იქნა საჯაროდ გაჟღერებული 1917 წელს. ანუ ის მოთხოვნა, რომ ქალებს ჰქონდეთ თანასწორი უფლებები საეკლესიო საქმეშიც, რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში მარიამ დადიანი ანჩაბაძესთვის მედავითნეობასაც, ეკლესიაში ქადაგების უფლებასაც და ზოგადად სამისიონერო მოვალეობების აღსრულებასაც. ნუ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს დღევანდელობაში პრინციპში ამის საჯაროდ გაჟღერებას და ამ უფლების მოთხოვნას ალბათ ვერავინ ვერ გაბედავს. დღეს, ნუ ჩვენ შეგვიძლია კარგად დავინახოთ, როგორ ჩამოვრჩით საკუთარ ისტორიას. მადლობთ ყურადღებისათვის.